გახმოვანებულია სპეციალურად სრულად ქომისთვის. გამარჯობა მეგობარო. კოსმოსი დიდებულია. მენატრებით. უკვე ძალიან შორს ვართ, დედამიწას ვერც კი ვხედავ. აქ სიწყნარეა. იცი რა? დედა შენს არ უთხრა, მაგრამ მე მგონი აქ ძილიც კი შევზელი. აქ უკეთესად მძინავს მისი ხრინვის განშორს. შეტყობინების ბოლო. ავზებს B7 და B9 გაყინვის ადრეული ნიშნები ეტყობათ. გასიზავ თუ იქ გახვედი და ვერაფერი ვერ იპოვნე? თუ ვერაფერს ვერ ვიპოვნით, მაშინ ესეც აღმოჩენა იქნება. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩები. ვიცი რომ იქ რაღაც არის. ნავიგაცია შემოწმეთ მესამე და მეოთხე კაბინაში. შეიძლება შესწორება დაგჭირდეთ. მისიის კონტროლი. გთხოვთ გაიმეოროთ. ევროპა 1 გვიპასუხეთ. უილიამ, გადამცემში რაღაც ხარვეზებია. მგონი რადიაციის დონე მაიწია. სისტემის გადატვირთვას ცადე? როზა, შენი სიგნალი დავკარგეთ. ევროპა 1 გვიპასუხეთ. ევროპა 1. ევროპა 1. ეს იყო უკანასკნელი გადმოცემა, რომელიც ხომალდ ევროპა 1-ისგან მივიღეთ. ამ დროს ის უკვე უფრო შორს იყო წასული, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი როდისმე წასულა. 16 თვის განმავლობაში მეკითხებოდნენ. ერთი და იგივე კითხვას მისვამდნენ. რა მოხდა? ყველა უკაცრავად. მის ოჯახს უნდა ვუთხრეთ. ვერ ვეტყვით. კომუნიკაციის შეკეთება ვერ დავამთავრეთ. სისტემა გადამწვარია. მისიის კონტროლთან ბოლო კავშირი 19 საათის წინ იყო. ახლა სრულიად მარტო ვართ. ახლა რა ვქნათ? გზა გავაგრძელოთ? თვითმფრინავზე ვიყავი. ტრანსატლანტიკური ფრენის დროს, როცა მისიასთან კავშირი გაწყდა. როცა დავჯექით, მისიის კონტროლს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ეს მხოლოდ გადმოცემის შეფერხება იყო. მაგრამ როცა მისიის კონტროლში მივედი, ბოლო კავშირიდან უკვე 15 საათი იყო გასული. როცა ჯეიმსი დავკარგეთ, მისიის ხალისი, ამ ყველაფრის სიხარული, უბრალოდ გაქრა. თავს ისე აღარ გრძნობდი, როგორც ბავშვი ოჯახური მოგზაურობის დროს. მისია უფრო გაწელილი გვეჩვენებოდა ვიდრე ადრე. დედამიწაზე არავინ არ იცის, რომ ცოცხლები ვართ. სწორად ვიქცევით არა? უდაოდ. ანდრეი, იუპიტერს შეხედე? ძალიან ამაღელებელი სანახაობაა. კარგად ხარ? ერთი კვირა არაც ჩემთვის სიტყვა არ გითქვამს.
გთხოვ, პირობა მომეცი, რომ ყველაფერი კარგად გექნება. ერთ დილას გავიღვიძე. კარგი. გავიღვიძე და ჩემი თავი ვერ ვიცანი. ვიცი რომ უწონობა და იზოლაცია ცვლის ადამიანს, მაგრამ ეს მაინც უცნაურია. ნელ-ნელა მაინც გტეხავს. ცხოვრება მისიასთან სინქრონში დავიწყო, რომელიც იმედი მქონდა ისევ გაგრძელდებოდა. კარგია. მოდა როგორ გაქვს? კარგად. და დაძინებას ახერხებ. ვერ. წელიწადი გავიდა, რაც ის დავკარგეთ. ანდრეი, რაღაცას ხედავ. მითხარი რომ დილა მშვიდობის. მე ყველას ძალიან გვეხარია დღესა ყოფნა. გრძელი გზა გამოვიარეთ. აქ ყველას ერთი ოცნება გვაერთიანებს. კოსმოსი და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობები. კაცობრიობისთვის ნამდვილად ახალი ნაბიჯია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მისია 400 წლის წინ დაიწყო. მაშინ გალილეომ ტელესკოპით პირველად დაინახა იუპიტერი და მისი მთვარეები. ასეთი დიდი რაღაცისთვის მხოლოდ ერთიც დაგეძლება. უპილოტო მისია არ გვაწყობდა. კაცებს და ქალებს იმიტომ მაგზავნით კოსმოსში, რომ მათ კოსმოსში წარმოქმნილი პრობლემების გადალახვის ძალა გააჩნიათ. ევროპა ერთს გაფრენის უფლება ეძლევა. იწყება ათვლა. 10, 9, 8, 7, 6 ყველა სარქველი ღიაა. 5, 4, თავარი ძრავის ჩართვის უფლება გვაქვს. 3, 2, 1, სტარტი. აფრენა, ევროპისკენ, კურსზე. ძრავი 99%-იან დატვირთვაზეა, საწვავის დონე ნორმალურია. მარჯვნივ 0.6 გრადუსით. ტელემეტრია ნორმალურია. ამაღლების სიჩქარე 225 მეტრი წამში, სიმაღლე 2.3 საზღვაო. 3, 2, 1. ბუსტერი კარგად ჩამოგცილდა. ხომალდი ზებგერთი სიჩქარით მოძრაობს. ეკიპაჟის მოდული ჩამოგშორდება. 3, 2, 1. კორპუსი კარგად ჩამოგშორდა. პირველად იწვა დამთავრდა. ვიწყებთ 3, 2, 1. გასაგებია, ჩამოშორების ფაზამ კარგად. ეკიპაჟის მოდულს ხედავთ. დოქში შესვლისთვის შემოტრიალებას ვიწყებ. ტრაექტორია კარგია, წნევა კარგია. დედამიწის ახლო ორბიტა 1972 წლის შემდეგ არ დაგვიტოვებია. ჩვენ კომპანიას წინ სვლა ევალებოდა. იმ ადგილიდან, სადაც მე-20 საუკუნეში გავჩერდით. დოქში შესვლამდე 10 მეტრი დარჩა. ჯერა რომ თუ რაღაც დიდი აღმოჩენა გინდა, არ იცდი და უყურებ რა მოხდება. კონტაქტი. შენ მისკენ მიისწრაფე. გასაგებია, მწვანე შუქი გვაქვს დოქში შესვლის დასრულებაზე. საკეტები ბიდან დინდე მწვანეა. კავშირები სტაბილურია. მისიის კონტროლი. ამაყად გახსენებთ, რომ გზაში ვართ. გასაგებია. აქ ვიქნებით, როცა დაბრუნდებით. სუბუქი სამოგზაურო მუსიკა მოგიმზადეთ.
შიდა კამერა წესრიგშია. მან ზემოთ სიწყნარე უნდა იყოს. გარე კამერა წესრიგშია. გამარჯობა. გთხოვთ არ დაგავიწყდეთ. ეს კამერა გასაოცარი არა? Reality TV. ჯეიმი, ეს შენი ევროპა 1-ის პერსონალური ტურია. შეხედე, ეს შენ ხარ ჯეიმი. გამარჯობა ჯეიმი. გამარჯობა მამა. დენ, ისევ ნაწყენი ხარ ქვედა ლოგინი რომ შეხვდა. რა იცოდი რომ ამაზე ვფიქრობდი. მართლა ამაზე ვფიქრობდი. ზედა ბევრად ჯობია, ეგ ჩემი უნდა ყოფილიყო. ამას შეხედეთ. აი დენიელი ქვევითაა. მე უნდა მქონოდა. ძალიან ვიწროდ ვარ, შეხედე ჩემ ფართო ლოგინს. ერთი წამით გადამიღე, კარგი. კარგი, ეს ერთ-ერთია ორი საცხოვრებელი კუთხიდან. ისინი ძირითადი მოდულის გარშემო ტრიალებს. რაც გრავიტაციის სიმულაციას ახდენს. ამას უყურე. ჩვენ ასევე უწონობაც გვაქვს. მაგარია. აქ ყოფნა მთავროს ხვევა იცის. ეკიპაჟის შეხვედრა 1 საათშია. კარგი. უწონება კუნთებს და ძვლებს ასუსტებს. ამიტომაც რაც შეიძლება ბევრ დროს ვატარებთ ამ საცხოვრებელ მოდულებში. ხო, კარგი. ამომაწოდე, დავიჭერ. კარგი. აი, მშვენიერი კაცია. ეს მეცნიერული ხელსაწყოებია, რომლებსაც ევროპაზე სიცოცხლის საპონელად გამოვიყენებთ. თუ რომელიმე გაფუჭდა, მამა შენს მათი შეკეთება მოუწევს. როცა ტურისტის როლის თამაშს მორჩები, შეგძლია მოხვიდე და დამეხმარო. თუ ბრჭყილის მოტეხვის არ გეშინია. ეხლა ეს პილოტის კაბინაა. მისიის კონტროლი, სინქრონიზაცია. გასაგებია როზა, სინქრონიზაცია გვაქვს. ჩვენი პილოტი როზა რეაქტიული თვითმფრინავების პილოტი იყო, სანამ ჩვენი პილოტი გახდებოდა. და ის რას საქმიანობს კამერის სისტემას აკეთებს, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ყველაფერს, რაც ხომალდზე ხდება. ჯეიმისთვის გაიღიმე როზა. ახლა ბოლო რაც მინდა გაჩვენო, ამას შეხედე. რა ხედია. ირონიულია. აქ ასეთი ცოტა ადგილია და იქ მთელი კოსმოსი. სილამაზეა. როცა ჰომოლდი მთვარეს გასცდა, ის აქამდე წასულ ნებისმიერ ადამიანზე შორს იყო. ამის შესახებ დაფიქრდით. ადამიანების ისტორიის განმავლობაში ის მომენტი იყო, როცა ყველაზე შორს წაველით. მაგრამ მათ ჯერ კიდევ მილიონობით მილი ჰქონდათ გასავლელი. ჩვენი ჰომალდი იუპიტერის მთვარე ევროპისკენ მიემართებოდა. მისია ბევრი დიდი კაცის და ქალის მხრებზეა. და თუ მემკვიდრეობას დავტოვებთ, იმედი მაქვს, ეს იქნება შთაგონება იმათთვის, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა. რომ მათ გააგრძელონ მოგზაურობა გამოკვლევის მიზნით, გააგრძელონ კითხვების დასმა, გააგრძელონ საზღვრების გადალახვა, გააგრძელონ ძალიან რთულ კითხვებზე პასუხების ძებნა. ვინ ვართ ჩვენ? რატომ ვართ აქ? საიდან მოვდივართ? და მარტონი ვართ? დიდი ხნის განმავლობაში ევროპა ყინულის სფეროდ მიგვაჩნდა. ყინულის სფეროდ. მაგრამ თუ მის ზედაპირს შევხედავთ, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ იქ შეიძლება წყალი იყოს ყინულის ქვეშ. 2011 წლის შემოდგომაზე მეცნიერებმა დაადგინეს და მონაცემები გამოაქვეყნეს იმის შესახებ, რომ იქ მიწისქვეშა ტბებია. თხევად მდგომარეობაში ეს საოცარია. სადაც წყალი ვიპოვეთ, იქ სიცოცხლეც იყო, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, უფრო ამაღელვებელი იყო. NASA-მ სითბოს ნიშნები აღმოაჩინა იმ ადგილას, რასაც კონამარას ქაოსი ჰქვია. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მარტივი ერთუჯრედიანი სიცოცხლე მზის სისტემაში უბრალოდ შესაძლებლობა კი არაა. ეს საკმაოდ სავარაუდოა. ევროპაზე მინდა მოვხვდე და იქ თევზი დავიჭირო. ჩაავჭრა ყინულის ფენა და ვნახო იქ რა არის. ვნახო რა მოწურდება კამერის ლინზასთან და მას ალოდავს. თუ ევროპაზე სიცოცხლე არსებობს, ეს ადამიანების ისტორიაში ყველაზე დიდი აღმოჩენა იქნება. დასკი მისიის კონტროლს იძახებს. გესმის? ინფორმაციის სინქრონიზაცია დასრულებულია. თავს როგორ გრძნობთ? მე მგონი კარტოფილის წვნიანია. რატომ? რატომ უნდა იყოს კოსმოსურ საჭმელში ნიორი?
ძალიან არომატულია. რატომ წუწუნებ? მაგრამ უნდა ვთქვა, რომ კარგი, 1 მილი დამრჩა. ცუდი არ არის, არა? შენ რა სიზამ? გლენმეს როდის დაელაპარაკები? შენი საქმე არ არის. ეი, დროა. სანამ წამოვედით, ჩინური უნდა მასწავლო. მიდი. ის ალბათ 1-2, 1-2, 1-2. რაღაც მკითხე? დავთანხმდი, სანამ კითხვას გავიაზრებდი. 4 ჯერ მკითხე, სანამ პასუხის გაცემა შევძელე. ინფორმაცია უპრობლემოდ მოდის. ვიტეკში გამოშვერილ სარქოლს ხედავთ. თქვენც ხედავთ? ანდრეი ამ პრობლემის გადაწყვეტაზე უკვე მუშაობს. თუ გაჟონვა გაგრძელდა, გამონაწილებლის იზოლაციას მოვახდეთ. როზას კაბინაში ფალიებს აქვს პრობლემა. შეგიძლიათ პასუხისმგებელ გუნდს დაავალოთ, რომ გამოიკვლიონ? გასაგებია, მაგრამ ამ პრობლემას იქამდე მოვაგვარებთ, სანამ გადათვალიერებას დავამთავრებთ. თავს ორი ნაბიჯით უკან გვაგრძნობინებთ. ნუ გვაწითლებთ. გესმით? მისის კონტროლი ჩემი გესმით? ანდრეი შხაპშია, მინდა ეს მომენტი გამოვიყენო და გითხრათ, რომ თქვენი შხაპის სისტემა სრულიად არაადეკვატურია. და არ მჯერა თქვენი გასამართლებელი საბუთის, რომ სხეული ჰიგიენის ახალ რეჟიმს ეჩვევა. იცით, რას ვერ მივეჩვევი? გამოხდილი შარტის დალევას. ჯეიმს, უბრალოდ ვამბობ, რომ ჩემს უნზე ნერვიულობ და ამავე დროს ჩემს შარტს ვამბ. იცით, სინამდვილეში რაზე არიან გაბრაზებული. გამოსაცვლელად მხოლოდ 4 ფორმა რომ მიეცით. ზოგჯერ დილას იღოძებენ, ხვდებიან, რომ მთელი დღე ერთი და იგივე აცვიათ. ეს ძალიან აბრაზებთ. და ფეხსაცმელების 2 წყვილი მიეცით. ამას უბრალოდ აღვნიშნავ. როზა, სადელი. მოვდივარ. სად არის? ლაზანია ვისია? ჩემი? შენია? მე ერთო. ვის უნდა მაკარონი და ყველი? მე ავიღებ. 6 დღეს გაუმარჯოს. გაუმარჯოს? ბოლომდე. დაიცადე. კარგი, თვალები, ბოდიში. თეთრი დათვები და შეიძლება ვნახო? არა. მაჩვენე? ჩვენ ასტრონავტები სოფლიოში საუკეთესო კოსმოსური პროგრამებიდან მოვიყვანეთ. ჩვენი კაპიტანი უილიამ შუა. ჩემი აზრით ეს მისია ხალხს ანახებს, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია შეუძლებელს დოქტორი დენიელ ლაქსემბურგი. მთელი ჩემი ცხოვრება ექსტრემალური გარემოს კვლევას დავუთმე. ასტრონავტი იმიტომ გავხდი, რომ შესაძლებლობა მქონდა. დოქტორი კატია პეტროვნა. დედამიწაზე სიცოცხლე ოკეანეში დაიწყო. ეს მისია გარკვეულწილად წარსულში მოგზაურობისთვის იქნება. გამოცდილება საზღვაო ბიოლოგიაში და ოკეანოგრაფიაში მაქვს. სიმართლეს თუ ვიტყვი, ხანდახან ფრენის მეშინია. ანდრეი ბლოკი. მე მგონი 349 დღე მაქვს კოსმოსში გატარებული. მე ვეტერანი ვარ. ერთადერთი რასაც ვერ ვეგუები, ეს საჭმელია. ჯეიმს კორიგანი. მახსოვს, სკოლაში ვუყურე ნილ არმსტრონგის მთვარეზე დაჯდომას. და მაშინ ვეცოდი, ამის გაკეთება მინდა. როზა დასკი. თუ გინდათ განუვითარებელი, თავზე ხელაღებული, ამ პარტავანი დამიძახეთ, მე მინდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად და შორს წავიდე. ჩვენ გვჭირდებოდა ისეთი კოსმოსური ხომალდის შექმნა, როგორიც აქამდე არ შექმნილა. როცა შეგნით ხალხის განთავსება გადავწყვიტეთ, მოთხოვნები გამკაცრდა. ადამიანებს საჭმელი, თავშესაფარი სჭირდებათ, მათ სჭირდებათ გარემო, რომელშიც ცხოვრება შეიძლება და გარკვეულწილად მოხერხებულიცაა. ყინულს ტეხავს. ერთი თვის გზა დაგვრჩა ანდრეი. შენს მორჩენაზე ისევ ნერვიულობთ. ზუსტად როგორ უნდა მოვირჩინო თავი?
გახმოვანებულია სპეციალურად სრულად ქომისთვის. რას ფიქრობ? მაინც არ გირჩევ მისი თანამგზავრში სამი კვირით დატოვებას. არ მინდა ჩვენი ერთადერთი ინჟინერი აქ დავტოვა. მაშინ ჩვენთან ერთად წავიყვანთ. იუპიტერი. კარგ ხასიათზე დავდექით, როცა ჩვენი დანიშნულების ადგილს მივუახლოვდით. თავს ისევ გრძნობდი, თითქოს ყველაფერი ისევ რიგზე იყო დაძაბულობა. განიტვირთა. მაგრამ ეს ადრენალინის მოზღოვების გამო მოხდა. მოემზადეთ ორბიტაზე გადასასვლელად. რამდენიმე ჯის ვიგრძნობთ. ვერტიკალური მანევრი. იუპიტერის ორბიტას მოვწოდეთ. ვიწყებთ ორბიტალურ გადასვლას. დაშვების მანევრი. დენიელ, თუ შეიძლება ანდრეი ახლოს გყავდეს იმ შემთხვევისთვის, თუ მონაცემები შეიცვალა. ორბიტალური ტრაექტორია გადავლახეთ. სიჩქარე 60 კმ/წმ. მზად ხარ? დიახ. დანიშნულების ზონაში ზედაპირის მდგომარეობა, ტემპერატურის და რადიაციის ანალიზის ახლავე მოგაწვდი, მაგრამ მონაცემები ცვალებადია. ცოტა დარჩა. ტემპერატურა მერყეობს. ყველა სისტემა მუშაობს, მწვანე შუქიანთია. დაჯდომის მექანიზმი მწყობრშია და გახსნილია. ქალბატონებო და ბატონებო გამაგრდით. ვსხდებით. ტრაექტორია და სიჩქარე? მიმართულება 270. თერამაკულას უახლოვდებით. 458.4 მეტრი/წამში სიჩქარით. დასაჯდომ ადგილს უახლოვდებით. დასაჯდომის მექანიზმი გახსნილია. 20 წამი. რა ხდება? თერმული ნაკადებითაა, ამოფრქვევასავით იყო. შეგიძლია გავასწორო. ანდრეი გაუთვალისწინებელი დაჯდომისთვის მოემზადა, ნაკადი დასაჯდომი ადგილიდან მოდის. დანიშნულების ზონას თუ გავხსნებით და თერამაკულას გავყავით, იქ ყინულის გრადაციის დაბალი დონეა. ზედაპირამდე 100 მეტრი. ნაკადის ზონის გაგვაცემა. 10 წამის საწვავი დარჩა. დასაგებია 10 მეტრი, 5 მეტრი. ძრავი გამართულია. მგონი მოვახერხოთ. მან ყველაფერი რიგზეა? ბოდიში. თვალებს ვერ ვწყვეტ. სუნთქვის შემკვრელია. იმ ღამეს გავედი. ღამის ცაში და იუპიტერი ვიპოვე. დიდი დრო გავატარე მის ხურებაში. უბრალოდ ოცნებობდი.
ზედაპირის ტემპერატურა აბსოლუტური ნულია. წინასწარი ანალიზით ყინულ 11-ზე ვართ. იქ უნდა ვიყოთ. მაგრამ აქ ვართ. 590 მილიონი კილომეტრი გამოვიფრინეთ და მიზნიდან 100 მეტრის დაშორებით დავჯექით. უმნიშვნელოდ ჩანს, მაგრამ ზედაპირის ანალიზის ჩატარება რთული იქნება. ირონიულად, ის, რამაც დაგეგმილი დასაჯდომი ზონიდან აქეთ გადმოგვაგდო, იმის დადასტურება, რისი იმედიც გქონდა. თუ ყინულიდან სითბოს ესეთი ამოფრქვევებია, ეს მეტყველებს, რომ ძლიერ წყალქვეშა თერმულ აქტივობასთან გვაქვს საქმე და სიცოცხლის არსებობაც შესაძლებელია. ისინი დაგეგმილ დანიშნულების ზონაში რომ დამჯდარიყვნენ, რომელიც ზედაპირის ანალიზისთვის იდეალური იყო. მისია მექანიკური ხელის გამოყენებით ზედაპირის ინტენსიურ გამოკვლევას დაიწყებდა, რასაც ყინულის რამდენიმე საათიანი ბურღვა მოჰყვებოდა. ეს პროცედურებზე როგორ იმოქმედებს? იმას გულისხმობ, რომ ამიტომ მინდა გადავდო დენიელის ზედაპირის ანალიზი და დაუყოვნებლივ ბურღვას შევუდგე. წარმატების ყველაზე დიდი შანსი ყინულის ქვეშ გვაქვს. დენიელ, შენ რას ფიქრობ? მინდა წავიგამათო. დარწმუნებული ვარ გინდა. მაგრამ ყინულზე ჩვენ ახლანდელ პოზიციას თუ გავითვალისწინებთ, საკვანძო ინფორმაციას ვერ შევაგროვებთ. ბურღის თავი დაფიქსირებულია და მზად არის. ვიწყებ გაგრძელებას. თერმოკონტროლი ამუშავდა. ყინულის ფენაში შევდივართ. გაიგეთ? გესმით? ჩემი აზრით ყინულის გადაადგილების ხმა, ყველაფერი რიგზეა. ვფიქრობ ტემპერატურა რომ დაეცემა, ეს უფრო გახშირდება. უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მოველოდებოდით. სტაბილურად ვართ, ინფორმაციას ვამუშავებ. კაცი ამ რყევების სიხშირის დადგენა ვცადებ. ასეთი მოქცევის არსებობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ მიწის ქვეშ გაცილებით მაღალი ტემპერატურაა. ამას იწერს? ხო. კარგი, მოდი დიაგნოსტიკა ჩავატაროთ. როგორც ჩანს, მატულობს. შეიძლება მიწის ქვეშ წვრები იყოს, აქ არაფერი არ გვემუქრება. რამე უცნაური ხომ არ გინახავს? ეს პროცესი უნდა ნახო. აქ ყველაფერი რიგზეა. გარემოს კონტროლის სისტემა? ყველაფერი რიგზეა? გარე კორპუსი და ზედაპირის დასაჯდომი მოწყობილობები ამას ხედავთ? გარემოს კონტროლის სისტემა წესრიგში, აქ პრობლემები არაა. რაღაც დავინახე. რას გულისხმობ? ხომალდის გარეთ რაღაც დავინახე. იქ რომ ვიყავი, ილუმინატორიდან დავინახე, სადღაც 100 მეტრის დაშორებით. ვიდეოზე მინდოდა ჩამოწერა, მაგრამ ვერ მოვასწარე. დედამიწის ზედაპირზე სინათლე იყო. ერთ-ერთ სერვერს ვაკეთებდი, როცა ყინული იძრა და მაშინ დავინახე. სინათლის წყარო ხომალდის გარეთ. ნამდვილად დავინახე. ციმციმებდა. ნათება რამდენად ძლიერი იყო? ელექტროლუმინესცენტური ნათურის სიძლიერის, მაგრამ რადგან ანარეკლი იყო, სუსტი ჩანდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ერთი წამი ჩანდა და მერე გაქრა. მოძრაობდა? კი, მოძრაობდა. ტემპერატურის ცვალებადობას შევამოწმებ.
რამეს ხედავ? ეს ვიდეო სამჯერ შევამოწმე. არაფერი არ არის. ხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ არაფერი არ იყო. თუ ძალიან მკრთალი იყო, ეს კამერები ვერ დააფიქსირებდნენ. მართალია. შეიძლება რომ სუსტი ქემილუმინესცენცია ყოფილიყო, რომელიც ყინულში ძვრებმა ამ აღწერას ქიმიური რეაქცია არ შეესაბამება. შესაძლოა, როცა ზედაპირის შემოწმებას დავიწყებ. მგონია, რომ ეს გამოწვეულია ყინულზე ბაქტერიების არსებობით. რაღაც რაც რადიაციასთან კავშირის დროს ლუმინესციურ რეაქციას იწვევს. კი, მაგრამ მგონია, რომ ნამდვილად მოძრაობდა. მეცნიერულად თუ შევხედავთ, ეჭვმეპარება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოძრაობდა. დაიცადე, შეამჩნია? რა? რადიაციის ზეგავლენა. ყველა კამერაზე ჩანს. დაიცადეთ, მოდი კარგად დავფიქრდეთ. მე მგონი არსებობს ერთი ვერსია, რომელიც არ განგვიხილავს. სრულიად შესაძლებელია, რომ ანდრეის არაფერი არ დაუნახავს. ძალიან ბნელა და შეიძლება მოეჩვენა. მაგრამ შეიძლება იმის მანიშნებელიც იყოს, რისთვისაც აქ მოვედით. ანდრეის ძინავს? არა. იმ დროს სხვადასხვა ემოციები ჭარბობდა. ისე შორს ვიყავით, იმდენი გადავიტანეთ, რომ ისეთ ადგილას ვიყავით, სადაც აღელვებას, გაკვირვებას და შიშს ერთად განვიცდიდით. კარგი, დანიელი ჩემი მოწმე იქნება. ერთი მიკრობი მაინც თუ იპოვნეთ, მე გავიმარჯვებ. თუ ცოცხალ მიკრობს იპოვნე, მაშინ გაიმარჯვებ. რა? იქ თუ წარსულში სიცოცხლე იყო, მაშინ სანაზლეოს ვაგებ? ყოველთვის ასეთ ტექნიკურ დეტალს პოულობ ხოლმე, რომ მოიგო. არა, ტექნიკური დეტალი არა. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესღაც მარტო არ ვიყავით. ტექნიკური დეტალია. დანიელ, რა იყო? რასაკეთებ მეგობარო, რა ხდება? რამე დაკარგე? კბილის ჯაგრისი დავკარგე. რა? მთელი საწოლი გადმოალაგა. კბილის ჯაგრისი დაკარგე? რა ფერისაა? ნამდვილად წამოიღე? არა. სად არის ჩემი კბილის ჯაგრისი? დედამიწაზე უნდა დავბრუნდე, ჯობია დამლაგებელს დაუძახოთ. ცოტა უნდა დაისვენა. მანამდე არა, სანამ არ გავარკვევ გარეთ რა დავინახე. მაგ საკითხზე ვმუშაობთ. გავარკვევთ. რა ოქნა თუ არ შემოძლია თვალების ნდობა? ზილი გჭირდება. ჩვენ გჭირდება რომ დაიძინო. აბები გვაქვს დამაწყნარებლები. არანაირი აბები. ხიზლად უნდა ვიყო, ყურადღებით უნდა ვიყოთ. როგორ ხარ? კარგად. ყინულს გავწდით. წყალი. ვრთავ. ზონდის მიკროფონი მუშაობს. ღმერთო სრულიად ხელშეუხებელი გარემოა, რომელიც უბრალოდ გამოკვლევას ელოდება. სახლიდან ძალიან შორს ვართ, მაგრამ თითქოს ტბა ვოსტოკს ვუყურებ.
აქ რადიაციის დონე მინიმალურია და სადღაც დანიშნულების ზონაში სითბოს წყაროა. 122 მეტრი სითბოს ნაკადის ადგილი. 100 კილომეტრის სიღრმეა. დედამიწაზე არსებული კრმულები ამასთან შედარებით არაფერია. მე მგონი ტექტონიკურ შეიმჩნევა გოგირდის კონცენტრაცია. თერმული ნაკადები უფრო ახლოს არის ვიდრე გვეგონა. ჟრუანტელის მომგვრელია. ეს შენი მეცნიერული შეფასებაა? ჟრუანტელის მომგვრელია. ეს ყინულის ეროზია? შეიძლება ბაქტერია იწვევდეს. ნიმუშებს ვიღებ და გავაგრძელეთ. დანიშნულების ზონამდე 20 მეტრია. შეხედეთ მზის შუქი როგორ შემოდის ყინულში. გაცილებით თხელია ვიდრე გვეგონა. გესმით? შეიძლება ეკო იყოს, რომელიც მღვიმეებში ნაკადის დინებით არის გამოწვეული. მამრივე შეპის ხმებს გავს. არ გგონია, რომ ძალიან შეიძლება. ნათქვამია. ინფორმაციაში რაღაც დარღვევაა. რადიაცია მერყეობს. როზა ამას ხედავ? ვიდეოშიც რაღაც ჩანს. იგივეა, რაც ბოლო ყინულის დროის დროს დავინახეთ. ალოგიკურია. ყინული ზონდის რადიაციის რადიაცია დანიშნულების ზონაში სიღრმიდან მოდის. ზონდის კურსი ისე ავიღოთ, რომ გამოვიკვლიოთ. ქვევით ჩავდივართ. ეს რა იყო? წყალქვეშ რა ტემპერატურაა? ზონდის მკლავის გასაშლელად მოემზადეთ. ეს რა იყო? ჯანდაბა. კარგი, ძაბვა თავიდან მიაწოდე. ტესტები ჩავატარებ. ნაკადის სიჩქარე ანომალიურად შეიცვალა. რეაგირებას არ ახდენს, დისტანციური მართვის პრობლემაა? მართვის უნარი დავკარგე. ჯანდაბა. შეგვიძლია ვიდეო თავიდან ჩავრთოთ. ზონს რამე დაეჯახა? რა ინფორმაცია გვაქვს? დამუშავებას დრო დასჭირდება, მაგრამ ახლა შემიძლია გითხრა ბევრი. თითქოს პირდაპირ ზონდის ქვეშ იყო. ბოლო ინფორმაცია რა მივიღეთ? ტემპერატურა 50 გრადუსს მიაღწია, მაგრამ ეს არ გამოიწვევდა კრიტიკულ. მისიის დაგეგმვის დროს ზედაპირზე გასვლა ყოველთვის დისკუსიის საკითხი იყო. ამის მიზეზი იუპიტერის რადიაცია იყო. დანიშნულების ზონამდე ფეხით მივა და საჭირო ნიმუშს მოვიტან. კაცია, რადიაციამ შეიძლება. რადიაცია მერყეობს. ბოლოს რომ შევამოწმე ურესი ბარი იყო. ამ რისკზე წასვლაზე თანახმობა. სხვა შესაძლო პრობლემებზე რა? მხოლოდ ასიმეტრია. რადგან ზონდი დავკარგეთ, ინფორმაციის შეგროვება მხოლოდ ქაოსური ზონის გამოკლების ხარჯზე შევგაწყო. ეს ის ადგილი იყო, სადაც ყინული მუდმივად ხდებოდა. ეს პროცესი ყინულში არსებულ მიკროორგანიზმებს ზედაპირზე გამოაჩენდა. ვიღაცა უნდა გავიდეს. ძალიან სახიფათოა. საკმარისია. თავს ისე უგრძნობ, თითქოს კრიტიკული ფაზა დაეწყო და მე მანდ არ ვარ. მე უბრალოდ არ წარმომედგინა თუ ასეთი რთული იქნებოდა. მარჩა. მანქანის ხმას გავს. თუ გინდა თამაშზე წაიყვანე. მენატრებით. მე ვარხართ. შეტყობინების დასასრული. კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. არც ისე ადვილია. არც ისე ადვილი. რომ დაუბრუნდები, ჩემი ბიჭი 6 წლის იქნება.
ის შენითი ამაყებს. რას იზამთო იქ გახვედი და ვერაფერი ვერ იპოვე? თუ ვერაფერი ვერ ვიპოვეთ, მაინც აღმოჩენა იქნება. ძალიან გამიცრუდება იმით. ვიცი რომ იქ რაღაც არის. ნავიგაცია შემოწმეთ მესამე და მეოთხე კაბინაში. ისე მხარვეზებია. მისიის კონტროლი გაიმეორეთ. გესმით? გინდა განახო როგორ და უილიამ გადამცემში რაღაც ხარვეზებია. მგონი რადიაციის დონე მაიწია. სისტემის გადატვირთვა სცადე? ევროპა 1 გვიპასუხეთ. როზა, შენი სიგნალი დავკარგეთ. ევროპა 1 გვიპასუხეთ. ევროპა 1 გვიპასუხეთ. ევროპა 1 გვიპასუხეთ. ევროპა 1 გვიპასუხეთ. ევროპა 1. ევროპა 1. კავშირი დავკარგეთ. როგორც არ უნდა მოიმზადო გაუთვალისწინებელი ელემენტი მაინც იარსებებს. ამ შემთხვევაში მზის ქარიშხალმა ძირითადი სისტემები დააზიანა მისიის კონტროლთან კავშირგაბმულობის ჩათვლით. მზად ხარ? კარგი. ჟანგბადი მოდის, ყველაფერი რიგზეა. ეს არასოდეს არ გვეზრდება. კარგი, გასვლას ვიწყებ. უილიამ, ემიოს მივამაგრებ. კარგი. ანდრეის და ჯეიმს ჰომალდის გარეთ მოუწიათ რემონტის გაკეთება. ეს ბალეტს და რაკეტამშენებლობას გავს. 125,000 მილისაათში სიჩქარეზე. ეს საინფორმაციო სისტემის შეკეთებას მაგონებს ხომალდის გარეთ სამუშაოებზე 5 საათი და 13 წუთი დარჩა. დედამიწაზე რა დროა, იცი? დიუბანში ელემენტი არ მუშაობს. 2 საათი 55 წუთი. სამენტილიაციო სისტემაზე მწვანე შუქი მაქვს. კომუნიკაციის კვების წყაროზე რა ვშვებით? ოდა მე უთხარი, შემიძლია წამოვიდე და რამდენი ხანიც გინდა იმდენ ხანს დავრჩე. უბრალოდ უნდა მითხრა რამდენი ხანი დაგჭირდება. კარგი, ხომალდის გარეთ სამუშაოებზე 50 წუთი დარჩა. მან დიდი ხანი ვეღარ გაგაჩერებთ. 1-დან 6-ის ჩათვლით შეკეთებულია. ცოტა დრო გჭირდება, უილიამ. მე მგონი კომუნიკაციის პანელში ფალია არის დამწვარი. 37 წუთი დაგჭირდა, თუ ვერ იპოვით, უკან უნდა დაბრუნდეთ. კარგი, კომუნიკაციის პანელთან ვართ, კარებს ვაღებ. რას ხედავ, ანდრეი? ჯეიმს ამას შეხედე. მიმღებში მოკლე ჩართვაა. უილიამ, თელი პლატა დამწვარია. ეს ხრახნები უნდა მოხსნა. კარგი. პირველ ხრახნს ვხსნი. მე მაქვს პირველი ხრახნი მზადა, ახლა მეორე. გააგრძელეთ. მედი. ჯანდაბა. არ იხსნება. უილიამ, ხრახნი გაიყინა. კარგი ბიჭებო, მაგ პანელს ჯერჯერობით თავი დაანებეთ. რას ფიქრობ? ვერ ვიტყვით რამდენად ცუდადაა საქმე თუ არ მოხსნეთ. დარწმუნებული ხარ? ჯერ ამის შეკეთება არ გირჩევნია? ჩემი აზრით დაზიანება შეიძლება გაუარესდეს. კარგი. მან რა ჯანდაბა ხდება? კარგი, მზად ვარ. მიდი. ჯანდაბა. მოწყდა. პანელი გატყდა. დელთათმანი გამეხა. არა უშავს, ანდრეი კარგადაა. მიბმულები ვართ, მხოლოდ 1 ინჩით გაიხა. კანი გავიჭერი. ანდრეი, შენი ჩემოსვლა არ სცადო. ჯეიმს, ხედავ, მიჭირავს. მისკენ მივდივარ, ცოტაც გაუძელი. პატრაზეა გაახეული. ფრთხილად დაწყნარდა, წნარად იყავი ანდრეი. სისხლი მომდის, ჟანგბადი დაზოგე. აერც კარგავს, ხელით უჭირავს. უკან შემომყავს. მიჭირავს. ნელ-ნელა, დამშვიდდი. მიჭირავს, ჟანგბადის დონე ეცემა, ცოტა დრო დაგრჩათ.
ჯეიმს მომისმინე. ჟანგბადის დონის ინდიკატორი წითლადანთია, ხომალდზე დააბრუნე. კარგი. კარებთან ვართ, შემოვდივართ. შეჭერდი არ შემოხვიდე. რატომ? სკაფანდრზე რაღაც გაქვს. ჰიდრაზინია. ხალხო, პრობლემა გვაქვს. სკაფანდრზე ჰიდრაზინი მაქვს. როცა პანელი გავხსენთ, მაშინ მომეწყობა. ის მთელ სკაფანდრზე. როგორც ჩანს, ყველგანა. როგორ გავწმინდოთ? ვერ გავწმენთ. თუ ხომალდზე დაბრუნდა, ჰაერი მომწამლელი გახდება. ჭანდაბა. ანგარში შემოვიყონოთ და კამერით დავათვალიეროთ. არ შეგვიძლია დაბინძურების დიდი რისკია. სკაფანდრი როგორმე უნდა გავწმინდოთ. არ შორდება. ანდრეი ანგარში შემოდი. სასწრაფო ჩემს სკაფანდრში ცნება უნდა აღვადგინოთ. რა, სერიოზულად? კარგი რა, მე მაქვს 20 წუთის ჰაერი მაქვს, ვერანაირად ვერ გავწმინდავთ. ანდრეი. არ შემოვალ, სკაფანდრის გაგხდი. რა? ჰერმეტულ კაბინაში შეგიშვებ სკაფანდრის გარეშე 2 წუთზე ნაკლები იქნება. ეს შესაძლებელია? გაგხდი, შეუძლებ. არა, ანდრეი. გაითიშები. არა, არ გავითიშები. გამოგვივა. ჯეიმს. ორივეს დავკარგავ. გაგითავდება ჟანგბადი. ჯეიმს გული მისდის, ანგარში უნდა შემოიყვანო. ჭანდება. როზა, ჯეიმსი კორპუსზე აღარ არის მიმაგრებული. დაკეტე კარები. როზა, კარები დაკეტე. კარი დაკეტილია. ჟანგბადი მიეწოდება. წნევა 10 წუთში დარეგულირდება. სიგიჟეა. უნდა გადავარჩინოთ. ვერაფერს ვერ ვიზამთ. სანამ იქ მივალთ ის. ჯეიმს. აქ ვარ. ერთო ვერ. ჩემი საქმე წასულია. ჭანდაბა. ანდრეი როგორაა? კარგად. აპატია ჯეიმს. საპატიებელი არაფერი გაქვს. ხომ იცი, უბედური შემთხვევა იყო. ბევრი დრო არ მაქვს. ანდრეის უთხარი. უთხარი რომ გადარეული ნაბიჯვარია და მიყვარს, იმიტომ რომ ჩემს გადარჩენას ცდილობდა. დებ და ჯეიმი. მე ძალიან მიყვარხართ. აპატიეთ. მეგონა ადამიანების მოდგმისთვის რაღაც დიდებულს ვაკეთებდი. ყოველთვის ვიძახდი რომ ღირს ამ რისკად, მაგრამ მაპატიეთ რომ გული გადგინეთ. ჩემს რაღაც ნაწილს უნდა რომ სამუდამო დაქვიტივდივო. ხომ გესმით? ვერაფერს ვერ ვხედავ. ვერაფერს ვერ ვხედავ.
სისულელია ასე კამათი. კაიძე არ მოგცემთ იქ მარტო გასვლის უფლებას. უილიამ, შენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მგონი ეს ყველა მერთოდ უნდა გადავწყვიტოთ. ვიცი შენ რასაც ფიქრობ, უილიამ. შენ რა აზრით ხარ, დენიელ? არ არის რეკომენდირებული. ზედაპირზე გასვლა ყოველთვის ამის გაკეთება შეგვიძლია. მე დანადგარებს გავიტან და ანალიზს ისე გავაკეთებთ. თუ არა და იმას ვერ მივიღებთ, რის გულისთვისაც აქ შეკი მოვედით. არა და იმას ვერ მოვიპოვებთ, რის გულისთვისაც აქ მოვედით. თუ ის გავიდა და ვეღარასოდეს ვეღარ ვნახეთ, მაშინ ამის შესახებ გაბედ დაფიქრდი, ჩემი აზრით უნდა გავიდეს. მაპატიო. ანდრეი? ძალიან სახიფათოა. მე არას ვამბობ. უდავოდ. მაშინ ფრეა. როზა? კაცი ამ ჩვენი კოსმოსში უმნიშვნელობა აღნიშნა. ჩემი აზრით გამოსავალი არ არის. რა შემიძლია ვთქვა? ის მართალი იყო. ახლაც მართალია. 2 საათი ხომალდის გარეთ საქმიანობისთვის. 200 მეტრი მანძილი. ყინულის ზედაფენა დაათვალიერე, მანამდე გასაგებია. ანალიზებს ჩაატარებს. კარგი. ხილად იყავი. რა თქმა უნდა. თუ გავითვალისწინებთ რამდენი რამე არ ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ სიცოცხლეს? წუთი წნევის სტაბილიზაციამდე. ელემენტები მუშაობს. გადავდივარ ელემენტის ენერგიაზე. წნევა 30 კილოპასკალია. საქმეები როგორ მიდის? გასვლამდე 30 წამი. წარმატებები. მზად ვარ. არ მჯერა რომ აქ ვარ. დაუჯერებელია. საოცრებაა. რადიაცია სტაბილურია. საათში 2 მილისივერტი. რაც მისაღებს შევამოწმებ ზემოდან თუ შევკლებ მის დანახვას. აქ ისეთი სიწყნარია. ისეთი არ ვიცი. სიტყვები არ მყოფნის. საშინელი? მინდოდა მეთქვა კოსმოსური საოცრებაა. ნეტავ შემიძლოს ხელთათმანის მოხსნა და ყინულის შეხება. მინდა შევიგრძნო. არა, ამას ნოიზამ. აქედან ხედავ.
კარგი, დანიშნულების ადგილისკენ მივდივარ. შენს გვერდზე ვართ. სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა წესრიგშია. კაცია, დანიშნულების ზონაში შედიხარ, ხედავ? სადაც ყინული ნაკლებად და გაფუჭებული. მაგის შუაში გაჩერდი. აქ? ზუსტად. უკვე თითქმის საათია, რაც გარეთ არის. მაგრამ ისეთი შეგრძნება იყო თითქოს საუკუნე გავიდა. თითქოს ყოველი წუთი უსასრულო მონაკვეთებად იყოფოდა. პირველი ნიმუში სკანირებისთვის მზად არის. ინფორმაციას გიგზავნით. მიიღეთ? ანალიზს ვატარებ, დაიცადე. კარბონი და ქიმოტროპიული პროცესები არ შეინიშნება. უფრო ძველი ყინული შეგიძლია შემოწმო. იგრძნობდი, რომ ყოველი წუთი უფრო გრძელი იყო ვიდრე წინა. კიდევ ერთხელ ვცადოთ. დანადგარებს მესამე ზონაში გადაიტან. რადიაცია მატულობს, კაცია. 70 წუთია, რაც გარეთ ხარ. ახლოს ვართ. რამდენი ხანი შეგიძლია მომცე უილიამ? მხოლოდ რამდენიმე ნიმუშის აღების დრო გაქვს. კარგი, კაცია, დაბრუნების დროა. კარგი. მიწისქვეშა ნიმუშს ვთვლი, რომელიც რადიაციისგან დაზიანებული არ არის. ამას ხედავთ? აქ. ვიდეოს ახლავე მივიღებ. ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმია, ზღვის წყალმცენარის მსგავსი. ვიცოდი. რა არის? ზუსტად არ ვიცი. ჯერ სახელწოდება არ აქვს. წინა კამბრიულ პერიოდიდან რაღაცას გავს. თუ დედამიწის ანალოგს შევადარებთ. არ მჯერა. ჩვენ ეს შევძელით. კარგი, კაცია, ხომალდზე დაბრუნდი და ეს ინფორმაცია დაამუშავე. იმედია შამპანიური მზად გვაქვს. ამას შეხედეთ. ხედავთ ამ შუქს? ვერაფერს ვერ ხედავთ. ქიმიური სახის ნათებას გავს. გამოსაკვლევად უფრო ახლოს მივალ. ჟანგბადი კიდევ 90 წუთი ეყოფა. კარგი, კაცია, ფრთხილად იყავი. კატეს ვეღარ ხედავ. უფრო შორს წავიდა. ძალიან ლამაზია. ანდრეი, ეს შეიძლება შენს მიერ აღწერილი შუქი იყოს. ისევ ხედა. ჩემი მონაცემების შემოწმება შეგიძლიათ? ძნელი სათქმელი. შეიძლება სხვა მიკროორგანიზმი იყოს, რომელმაც ყინული გაყიდა. გაცილებით რთული ეკოსისტემაა, ვიდრე გვეგონა. მინდა ვნახო ჩემს სინათლეზე თუ მოახდენს რეაგირებას. შუქს გამოვთავ. უფრო ახლოს მივდივარ. დაიცადე, კაცია.
კაცია გესმის ჩემი. ძლიერი ელექტრომაგნიტური ხარვეზები გვაქვს. დაინახეთ? უკან უნდა დაბრუნდეს. ხედავ. შევეცდები დავიბრუნო. ყინულის ქვეშ ვხედავ. მგონი ბიოგამოსხივებაა. ინფორმაცია მივიღეთ კაცია. მასთან სითბოს და რადიაციის ნიშნები დაყვება. ვერ ხვდები. აქ ყინული უფრო თხელია. მაგრამ სტაბილური ჩანს. თუ ახლოს მივალ, უკეთესად დავინახე. კავშირზე იყავი, მინდა გავარკვიო ახლა. ზედაპირი სტაბილური არ არის. ყინული ტყდება. კაცია გესმის ჩვენი. ეხლა ხომალზე დაბრუნდი. ის ყინულს ამტრებს. ჩემი ფეხი. კაცია, ჩემი გესმის მიპასუხე. უკან დააბრუნეთ. ჩემი გესმის არ ესმის. როზა ხედავ? ყინულის გარდა არაფერი ჩანს. ყინულის ქვეშაა. რა? წყალქვეშ. მისი სკაფანდრის კამერა ისევ მუშაობს. რაც არ უნდა ყოფილიყო, სკაფანდრის შუქზე რეაგირებდა. ეს რთული ორგანიზმის ქცევაა. ჩანაწერებში და მომტკიცებელი საბუთები არ გვაქვს. ვერ წავალთ, სანამ მტკიცებულება არ გვექნება. არ ვიცით აქ რამდენი ხანი შევძლებთ გაჩერებას. ეკიპაჟის 2 წევრი უკვე დავკარგეთ. თუ აქედან ვერ წავედით, დედამიწაზე ვერავინ ვერ გაიგებს აქ რა აღმოვაჩინეთ. გეთანხმები. ახლავე უნდა წავიდეთ. როცა შემდეგი აფრენის საშუალება მოგვეცემა, გავფრინდებით. მთელი ინფორმაცია შეამოწმეთ და შეინახეთ. განსაკუთრებით ის, რაც კაციამ აღმოაჩინა. აფრენამდე 32 წამია. ასაფრენის ძრავის ჩართვისთვის ემზადებით. ორბიტასთან სინქრონიზაცია დამყარებულია. სადგურში 8 წუთში შევალთ. სისტემა შეამოწმეთ. ძრავის ტემპერატურა იმატებს. ანდრეი. ბუსტერი 30% გაიჭედა. ახლა უნდა ავფრინდეთ. აფრენა 3 2 1 რაჯენდება სტაბილურობას ვერ ვინარჩუნებ. ჩვენი ტრაექტორია კურს არ ემთხვევა. ინჟექტორები დნება. ძრავებში 2 და 3 სისტემური შეცდომებია. ორბიტაზე გასვლისგან ძალიან შორს ვართ. კურსის შესწორება უმაღლეს წერტილში შეიძლება შევძლო. უნდა დავხუროთ. რა? ზე დავგვსვი. მეორე ძრავი. გინდა რომ დავეცეთ? მან რა ხდება?
2000 მეტრი. 1900. სტაბილურობას ვერ ვინარჩუნებ. კომპიუტერი ვერ გეხმარება. ისევ ვეცანით. ძალიან სწრაფად ვეშვებით. რას აკეთებ, უილიამ? ვარდნას მე შევანელებ. წყლის ანტირადიაციული ეკრანს უილიამ. გავხეთქვა. ეს უკუცნობას მეცემით. 200 მეტრი. უილიამ, სწრაფად. 100. გამაგდით. Andrei. გონზე მოდი. უილიამ? ის. დარია. მან გადაგვარჩინა. ევროპას ჩვენი გაშვება არ უნდოდა. ცხადი გახდა, რომ პირველად დანიშნულების ადგილას ჩამოვარდით. ალბათ ირონიულია. ეს ზონა გაცილებით თბილი იყო. უფრო აქტიური ვიდრე ინფორმაციის მიხედვით გვეგონა. წყალქვეშა ნაკადებმა ყინული მყიფე, არასტაბილური და მოძრავი გახადა. დაზეთ ჩვენი ხომალდის წონა დაემატა. უილიამმა ეკიპაჟის გადასარჩენად მოიშორა წყლის ანტირადიაციული ეკრანი, მაგრამ ამან რადიაციის საშიშროება წარმოქმნა. ჟანგბადი ჟონავს და სითბოსაც ვკარგავთ. ბოლოს რომ შევამოწმე 3 გრადუსი დავკარგეთ. როგორც ჩანს, სანამ უჰაერობისგან მოვკვდებით გავიყინებით. გარე განათება უნდა მუშაობდეს. დენიელ, შეგიძლია რომ შეამოწმო? დენიელ, ვამოწმებ. საქმე კარგად არაა. ხომალდის ქვეშ ყინული იბზარება. თითქმის ყინულოვან წყალს ხედავ. რამდენიმე საათში ყინულის ქვეშ აღმოჩნდებით. ერთადერთი გამოსავალი თანამგზავრამდე მიღწევაა. ამისთვის სარეზერვო სიცოცხლის უზრუნველსაყოფი სისტემა უნდა გამოვიყენოთ. თუ ანტიგრავიტაციული ძრავი მუშაობს. ჩვენს ორბიტაზე გაყვანას მოვახერხებ, დამეხმარეთ. აზრი არ აქვს. ამას ეძებდი? კი, მადლობა. კარგად ხარ? ყინული ჩაიმტრა. ორჩა. ბოლო მოგვეღო. ბოლო მოგვეღო. გამოსავალს ვიპოვით. უნდა ვიპოვოთ.
საწვავის მიწოდების მილის ნაწილი გაყინულია, ამიტომაც ვერ აუფრინდით. ყინულში ვართ გაჭედილები. თუ დროს ზუსტად განსაზღვრავთ, შეიძლება. რემონტისთვის ყველაზე ცოტა 2 საათი გვჭირდება, მაგრამ თუ ორნი ვიმუშავებთ. იმას გულისხმობ, რომ სამივე მიმუშავოთ. არა. შენაც უნდა დარჩე და ძრავი მოამზადო. რემონტი ხომალდის გარეთ უნდა გაკეთდეს. სულ ეს იყო. მზად ხარ? შენ? წნევის სტაბილიზირებისთვის დენიელი და ანდრეი დოქში შევიდნენ. ხო. ორი საათი. მერე ორივე საქმე ნახავთ, კარგი? ამან. ამ მომენტამდე მოგვიყვანა. თუ ვერ გავახციეთ. ეს ჩანაწერი. ერთ დღეს. ყოველი შემთხვევისთვის. ყოველი შემთხვევისთვის. წნევის სტაბილიზაცია და 25 კილოპასკალია. პირველი მეგავა. ნახავ ყინული სტაბილურია თუ არა. გასვლას ვიწყებ. გასაგებია. სისტემური სიგნალი ძლიერია. კარები ღია. ჯანდება. კიბე ცოტათი მოხრელია, მაგრამ მე მგონი შევძლებ. ხომალდის ქვეშ ყინული გაბზარულია, მაგრამ მე მგონი მყარია. პირველ ნაბიჯს ვდგამ. ფრთხილად იყავი. იგივე რადიაციის ნიშნებია. კარგი. პირველ ნაბიჯს ვდგამ. ყინულზე. Daniel. ჩემი გესმის? Daniel. ანდრეი. მიპასუხეთ. როზა, გარე განათება გამორთე. გარე განათება გამორთე. მიკროფონი არ მუშაობს, კამერა არ მუშაობს. უბრალოდ გაქრა. გესმის ჩემი? რა უბედურება ხდება მანდ? არ ვიცი. რა? დავკარგე. ფეხი ქვეშ Daniel. ყინულში. დენიელ. სინათლით იყო გარშემორტმული და მერე გაქრა. მითხარი რომ საწვავის მიწოდების სისტემის გაკეთებას შევძლებთ. ანდრეი. რა მეთქვი? ანდრეი.
ვერ შევძლებთ. ერთი რამ შეგვიძლია ვცადოთ. კომუნიკაციის სისტემა შეიძლება შეკეთდეს. შეკეთებას შევძლებ, თუ ნაწილებს სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემიდან ავიღებ. არ ვიცი. ინფორმაციის გაგზავნას მოახერხებ? როზა, ამას შევძლებთ. როგორ გავიგო, როდის? როცა სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემას ელემენტებს ამოვასწრე, მთავარ მოდულში ენერგიას დაკარგავ. მერე გააგზავნე ინფორმაცია. მელაპარაკე, კავშირზე იყავი. სიბნელეა, ადვილი არ იქნება. ანდრეი, კამერაში ვეღარ გხედა. გესმის ჩემი? კი, მესმის. შორს არ არის. კამერა ამუშავდა. 10 ნაბიჯი. ანდრეი. მიდი. ანდრეი, შენს უკან სინათლეს ვხედავ. გთხოვი ჩქარე. ხომალდის ქვეშ წყალს ხედავ. მიდი, გაუძელი. კიდევ ერთი გაუმართავობა. ჩამრთველი მექანიზმი უნდა შევამოწმო. გთხოვი იმუშავე. ცოტა გადარჩა და მოვაჩი. ანდრეი, გესმის ჩემი გესმის? პილოტის კაბინაში ყუთია, რომელზეც მუშაობდი. ნავთლები შეაერთე და სისტემა ჩაირთვება. თავარი მოდული ძლივს ფუნქციონირებს. კამერები აღარ მუშაობს. გადავდივარ. ანდრეი, მართულებს ვაბამ. თითქმის. როზა, მუშაობს. ერთო, დრო აღარ გრჩება. კომუნიკაციის სისტემა ამუშავდა. შენე შეძელე. ეს უნდა ნახო, ხედავ? ლუმინესცენცია ხომალდის გარშემოა. გარე კამერები აღარ მუშაობს. ჩემი გესმის, როზა? ანდრეი. ხომალდი იძირება. ანდრეი. ჩემი გესმის? ანდრეი. ანდრეი, გესმის ჩემი? პასუხი გამეცი, გთხოვ. თუ გავითვალისწინეთ, რამდენი რამე არ ვიცით.
ჩვენ სიცოცხლეს რა მნიშვნელობა აქვს? როცა ვიცოდით, რომ კომუნიკაციის სისტემა ამუშავდა, როზამ კარი გახსნა. ღამის 3 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ კომუნიკაცია ევროპა ერთთან აღდგა. როცა მისიის კონტროლში მივედი, ჩვენი სერვერები ეკიპაჟის სურათებით იყო სავსე. როგორც იქნა ჩვენი მისია დაგვიბრუნდა. ვნახეთ ის მსხვერპლი, რომელიც მათ ერთმანეთისთვის გაიღეს. მისიისთვის და აღმოჩენისთვის. ბოლო სურათი საოცარია. შემაშინებელი. არც ერთ ჩვენ თეორიულ მოდელში არც კი წარმოგვედგინა. ამ არსების აღმოჩენა უბრალოდ საოცრებაა. ახლა ვიცით, რომ ჩვენი სამყარო გაცილებით უცნაური და ცოცხალია, ვიდრე ჩვენის წარმოგვედგინა. ევროპა ერთის ეკიპაჟმა ადამიანების ფუნდამენტური აღქმა შეცვალა. არ ვიცი, მეტი წარმატებისთვის როგორ უნდა მიიღწიათ. იცინი? ტუჩი დაისვენე. გავიღიმეთ? აბა, გაიცინე. გახმოვანებულია სპეციალურად სრულად კომისთვის.